პირდაპირ იმ ადამიანებზე საუბრით დავიწყებ, რომელიც დგას რუსთაველზე 12 დღეა უკვე. და მინდა ასეთნაირად დავუსვა კითხვა, რომ ვინ არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან ამ საზოგადოების ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალური ნაწილი. ესენი არიან სტარტაპერები, ესენი არიან ინოვატორები, ესენი არიან დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, ტურიზმის თუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. და ამ ადამიანებმა შეძლეს ისეთი რამეები ისწავლეს, რაც საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი მეხსიერებაში და გადმოყოლილი გამოცდილებაში ჩვენ არ გქონდა. ამიტომ მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები ასევე ძალიან კარგად გაართმევენ თავს იმას, რომ კოალიციურად როგორ მართონ, მთავრობა როგორ აკონტროლონ, ბევრად უფრო კარგად გააკეთონ ის, რაც ჩვენმა წინა თაობებმა შეიძლება ვერ გააკეთეს ისე ხალისხიანად და ისე კარგად, რომ დღეს ჩვენ დემოკრატიული წყობა გქონოდა ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ტიპის მოცემულობა, სადაც ვიღებთ ერთ პარტიას და დაყოფილ საზოგადოებას. სადაც ერთი პარტია დაყოფილ საზოგადოებას ერთმანეთში აპირისპირებს, იმიტომ რომ თავისთავად საზოგადოების დაყოფაში და სხვადასხვა აზრების განვითარებაში პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის, როდესაც ეს აზრთა სხვადასხვაობა დესტრუქციაში არის გადასული, არ არის კონსტრუქციული დიალოგი და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება მოახერხოს მთავრობის დაყოფა და მათ შორის უზრუნველყოს ესე იგი კონკურენცია, კომუნიკაცია და ინფორმაციის გამჭვირვალედ მიღება და ამით კონტროლი სახელმწიფოს, ამის ნაცვლად გვაქვს შებრუნებული სიტუაცია. შესაბამისად, ეს ადამიანები რა არის ყველაზე დიდი რისკი, რის წინაშეც დღეს ჩვენ დგავართ. ეს არის იმედგაცრუება აი ამ ყველაზე ესეთი ნაღები საუკეთესო საზოგადოების, საუკეთესო ახალგაზრდების და ახალგაზრდების იმედგაცრუება, რომელიც შეიძლება დასრულდეს ესე იგი საპროტესტო აქციები ასეთნაირად, ისეთნაირად, ანუ შეიძლება შეწყდეს, მაგრამ ეს იმედგაცრუება დარჩება. ამიტომ მაგრამ ეს ადამიანები არ დარჩებიან. აი ეს არის თუ საქართველო მოწყდა როგორც ქვეყანა ევროპულ ორბიტას, ის კარგავს ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ, ქვეყნის მთავარ მამოძრავებელ ძალას დღეს, მაგრამ ხვალ კარგავს ქვეყნის მთავარ საყრდენს. პრაქტიკულად გამოეცლება საყრდენი, ეს ადამიანები განწყობილები არიან მშვიდობიანად, მათ აქვთ დამოკიდებულება ძალიან ხარისხიანი და ძალიან სწორი, შესაბამისად ჩვენ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს, ხო? იყო გაჟღერებული არჩევნები, ცხადია, არჩევნებს ვეთანხმებით, მაგრამ აქაც კითხვა არის და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორ შეიძლება არჩევნები ჩაინიშნოს დღევანდელ მოცემულობაში, თუნდაც ვიდრე გარდამავალ პერიოდზე ვისაუბრებდეს და ამის დაგეგმვაზე ჯერ ნებაც არ არსებობს, საუბარიც არ დაწყებულა ამაზე და მხოლოდ იდეის დონეზე ეხა ბიზნესიდან ჟღერდება ასე ვთქვათ სხვადასხვა საზოგადოებიდან, რომ არჩევნებია, მაგრამ როგორ იქნება არჩევნები მიღწეული.